Koro, Gavilaze, Magaria. Be afraid of me, okay? Okay. კიდე ერთი ჩემი კონკურენტი ჩამოიყვანეს. მოვედი რომ უბრალოდ ბიჭებს ვასწავლო როგორ უნდა დაარტყან წესიერი პენალტი რა. მე სულ დასჭირლი ვარ მოკლედ რა. ვარჯიშზე დაბრუნდი და ბიჭები რაღაც აღრენილები დავხვდნენ. და დადგა ის ნანატრი წუთი, როცა მე იბერიას მაისურს ვათამაშე. იბერიასთვის იწერება ახალი ჰიმნი და მოვედი ეხლა ბიჭებთან, აი დაგანახებთ ვინ ბიჭებთან. და იცი ტყუილა იქნებ მებო ხელს. აი ეხლა შეგიძლია დაიქნე. კი ბატონო, მებო, ფრანკო და ბახი. იგივე ბეთხო. და ბახი. და დღეს შეიძლება რაღაც ისეთი ჩავწერო, რაც მე იბერიას ჰიმნში მოხდება და ჩემი ხმა იქნება ხალხო იბერიას ჰიმნში. აბა ვნახოთ რამე გამოვა თუ არა და გამაბუნძურლებენ თუ არა სტუდიიდან. დაგველოდეთ. ამ იმაზე ვიდგე ხო ესე? ერთი გულით, ერთი გუნდით, ერთი სუნთქვით. გამარჯვების ვიწამეთ, ვინ თამაშობს დღეს? ჩვენთან ერთად დადვილია ცაში მაღლა ფრენა, რაფერია ცა? ეს დღეები არ მეცალა ბიჭო და წასული რო ვიყავი საქართველოდან ჩამოვედი და იბერიამ ორი ახალი გუნდელი არ დამახვედრა ბიჭო და აგერ ხეჩო ვინც ლაპარაკობს ახლა ვითომ კარგად იყო ჩემთან და ზურგში ლახვარი ჩამარტყა და ჩამომიყვანა ეს ახალი ფეხბურთელები ნუ რას ვიზავ კონკურენციაში დავჩაგრავ და მე დამაფასებენ რა გამარჯობა ხალხო ჩემი ახალი გუნდელი my new bro you need to know first of all Koro ყველაზე მაგარია can you say this Koro ყველაზე მაგარია bro no just try it Koro ყველაზე Gavilaze, Magaria you know what it means Koro is me and I'm the best bro Okay. also you're best what is your biggest motivation in your life you can say French მოტივაციას პირველ რიგში შენ მაძლევ ქორო ძალიან მიხარია რომ შენთან ერთად მოხვდი ამ გუნდში თუნდაც 2 წუთის გატარება შენთან ერთად ძალიან სიამოვნებს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დაგანახო რამდენად კარგი ფეხბურთელი ვარ და წარმატებები იბერიას შენთან ერთად ყველგან და ყოველთვის მაო Mama e papà loro sono fare fisse la famiglia guys exactly I also wanted to say that thank you bro I will see you I'm your biggest teammate bro just remember always remember this and also can you say Koro ყველაზე მაგარია Koro magarea. Koro Koro ყველაზე მაგარია now you know what it means yeah you best huh? yeah it's after me just okay it's challenge bro it's challenge yeah be afraid of me okay I'm training okay and do you have some special skills also no just score goal how many goals you will score I don't know maybe 50 and career and can you write here Koro ყველაზე მაგარი ხარ maybe okay deal bro deal see you soon bro კიდე ერთი ჩემი კონკურენტი ჩამოიყვანეს და აი ხელს აწერს ახლა. ნახე, თითი არა უცდა ისე ლამაზად მოაწერა. You are my new teammate, bro. Nice to meet you. First of all, how can I say your last name? Verbanets. It's nice. Yeah, it's nice. Verbanets. Can you say my last name? Koridze. Yeah, oh, nice. Can you also say Koro ყველაზე მაგარი ფეხბურთელია? This is impossible. And last one, ბაყაყი წყალში ყიყინებს. Okay. What is your celebration when you score goals? Like this? Can you also do this for me when you score? I don't know this. You can't? Nah, like this.
this and this. You can't. It's okay. And I don't score goals. Okay. Okay, and who is your goat? Not me. You can say another guy. Luka Modric. Oh, Luka Modric. I look like Luka Modric a little bit. Okay, thank you bro. Nice to meet you. ეხლა მოვედით დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, ვინც არის იბერია ტორპედო იყო იმ დღეს და 4-დან 3 პენალტი გააცუდა იბერიამ ჩემმა საყვარელმა გუნდმა და ეხლა მოვედი რომ უბრალოდ ბიჭებს ვასწავლო როგორ უნდა დაარტყან წესიერი პენალტი რა. თან შევამოწმებ აქ რამე ამოთხრილი იყო თუ არა რა. აი ზუსტად აქ იყო პენალტების სერია. აჰა, ბურთი დევს ძალიან წყნარად თავისთვის და ნუ ამ ადგილზე პატარა ამოთხრილი არის, მაგრამ ნახოთ როგორ შემიშლის ხელს. თან აუცილებლად დავარტყავ მარჯვენა ცხრიანში და მარცხენა ცხრიანში, რომ რამე მიკერძოებულობაში არ ჩამეთვალოს რა. მე მგონი შეიძლება ეს, ხო? გიზი ხვდები, ანუ რო ეკანები ფეხი უნდა ჩაუდგა ისე ბურთს, რომ ნუ კაი, დანარჩენს დაინახავ რა. კაი, ერთი დონს იგებს იბერია. ტორპედო დაარტყავ აიმე, მაგრამ რა ბურთი აიღო? ხა მარცხენა მხარეს, ხო? მარცხნივ შეიძლება ავაცილო. ცოტა ვიცანცარე. ძალიან მარტივია. მოვედი დიდი ხნის პაუზის მერე ვარჯიშზე და ეგრევე ველოსიპედზე დამშვეს. თან მე სულ დასჭირლი ვარ მოკლედ რა, გუნდი შესულია ეხა იმაზე, რა ქვია, თეორიაზე. წინა თამაშს განიხილავენ, ძალიან კარგი პენალტები რო დავარტყით სავარაუდოდ. მაგას განიხილავენ და ფიქრობენ მე დავარტყა თუ არა შემდეგში. რაც შეეხება ეხა შემდეგ თამაშს, მალმიოსთან დაკავშირებით და ბილეთებთან დაკავშირებითაც კარგი ინფორმაცია მაქვს და მაგასაც ცოტა ხანში გეტყვით რა. ხო და ნუ მოკლედ ეხა გასასვლელი ვარ, რაღაც საქმეები ვაქვს და ნახავთ ცოტა ხანში რა, აბა კარგად. ვარჯიშზე დავრუნდი და ბიჭები რაღაც აღრენილებიდან ხვდნენ და ძირითადად გიზი არის აღრენილი და რა უნდა არ ვიცი, მაგრამ გავარკვევთ მაგას. დოკუმენტურს ვიღე. ხო, ჩვენ შვილს კი ველოდები უკვე. მოდი ახლა ის ჩელენჯი გავაკეთოთ. თქვენ რო გიყვართ რა, ერთმანეთს რო ვეჯიბრებით მე და თქვენ. სამჯერ დავარტყავ პატარა კარში, აი აქ. გავზრდი, რა თქმა უნდა, მანძილს და 3-დან 3 თუ გავიტანე თქვენ ყველანი ტყუილების გარეშე აკეთებთ 30 აჯიმანიას. თუ ერთი მაინც გავაცუდე, მაშინ მე გავაკეთებ აჯიმანიებს. შევთანხმდით. მარცხენა ხელი იყოს. აი მარჯვენა ხელით შევთანხმდით. ძალიან მარტივად შევაგდო. ეს პირველი ძალიან მარტივი იყო. უმარტივესად. კარგი. ბოლო დარტყმა დარჩა ფაქტობრივად ცენტრიდან. გოლი იყო, ხო? ეს არის ჩემი საყვარელი ამინდი სავარჯიშოდ. ამაზე კაი ამინდი არ არსებობს. ცოტა გრილა, ნაწვიმარია. და ყველაფერია იმისთვის, რომ კარგად გახურდე და ივარჯიშო. ჯარიმებს დავარტყავ ეხა. ოღონდ კედელი არ დგას რა. სილაქს აითქინდა. იქით ხო? ერთი გავიხუმრე. ბიჭო, მე შორების გამოწვევები მიყვარს.
გავაფუჭებ ხო ყველაფერს. აი. ჩელენჯი ბოჭორასთან 10-დან 7 თუ გავიტან, გუნდიდან წახვალ. არა? აი 10-დან 7 თუ გავიტან, რამე სპორტული აქტივობა მოვიფიქროთ რა. 30 აჯიმანიას გააკეთებ. თუ ვერ გავიტან, მე გავაკეთებ. დავაი. ვა. არა! არა, ვაიმე. ერთი წამი წავაგე თითქმის. სპეციალურად გადაობდი. სერიოზული გინდა? ეხლა ამ წამს მე ვიძახდი, მაგრამ და ბოლო პენალტი ან წავაგე ან მოვიგე რა. დავაი. შემდეგზე 20-დან 20-ზე შევეძიბროთ თუ გინდა. დღეს დავმარცხდი, გავძლიერდები, ხვალ უკეთესი ვიქნები რა. დაიხარეთ. პატარა სტუმრები ყავს. მოდი. შაკიჭივით მორბიხა. ეს ვიდაა, ნახეთ. აი ამის დაძმები. თუ შენ დედიკო ხარ. ვა, რატომ ეჩხუბები? რატომ მიყი? კამერა არ ევაცება ამას. კაია, მიდი შენ ჯიგარი ხარ. და ამას აფორთა იმან. ბიჭებო, მე გასასვლელი ვარ. მართლა. და ხვალ გნახავთ რა. კარგი? წავედი აბა ჰეთ. შეგახსენებთ, რომ 8 რიცხვში 8 საათზე იბერია დაუპირისპირდება მალმიოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე და აუცილებლად ყველანი უნდა ვიყოთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. რაც შეეხება ბილეთებს, ბილეთები იყიდება აბაულა.G-ზე და ბილეთების ფასი იქნება 5 და 10 ლარი. ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალური ფასია. და ამ ყველაფერთან დაკავშირებით მე მექნება ჩემი პრომოკოდი, რითიც შეგიძლიათ 20% დაზოგოთ თქვენი გადახდილი თანხიდან. ანუ თუ შეიძენთ 20 ლარად ბილეთს, აღარ შეიძენთ 20 ლარად, თუ ჩაწერთ კორო, ინგლისური ასოებით კ-ორ-ო, დიდი ასოებით ან პატარა ასოებით არ აქვს მნიშვნელობა და 20% დაგეზოგებათ თქვენი თანხი. აქეთაც ახლა მოვანათებ თან, როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ. ანუ აბაულა G-ზე რო შედიხართ, მერე დააჭერთ იბერია მალმიოს თამაშს. მერე დარეგისტრირებული თუ არ ხართ საიტზე, შეიყვანთ თქვენს Gmail-ს, Gmail-ზე მოგივათ დასტურის რაღაცა წერილი, გადახვალთ მან, უმარტივესად დარეგისტრირდებით საიტზე, მერე ამოირჩევთ თქვენთვის სასურველ ბილეთს, იქ არ უნდა დაგავიწყდეთ პრომოკოდის შეყვანა, კორო, 2 ლარიანი ბილეთი თქვათ მოვნიშნე, ხა 2 ლარიანი ბილეთი, მოდი აბა კორო ჩავწეროთ, კორო, ვა 16 ლარი. აუ რა მაგარი კაცია ეს, აუცილებლად უნდა გამოვიწერო ამის არხი. მოდი ამ ვიდეოში 10000-ზე ავიდეთ რა ბარემ, რა 9000-ზე ვარ, როგორც ვიცი და 10000-ზე ავიდეთ და ძალიან სასიამოვნო იქნება, ენდორფინებს გამოვყოფ უამრავს. ხო და ნუ ჩემი პრომოკოდით შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი. ასე მტერი დაგეცალოთ როგორც ყოველთვის.
და დადგა ის ნანატრი წუთი, როცა მე იბერიას მაისურს ვათამაშებ. იბერიას ორიგინალ მაისურს, რომელზეც ყველა ჩემს გუნდელს ექნება ხელი მოწერილი. ამისათვის რა არის საჭირო? პირველ რიგში არხი, რა თქმა უნდა, უნდა გამოიწეროთ. 10,000-ზე უნდა ავიდეთ უეჭველი ამ ვიდეოში რა. აუ, ესეთ რაღაცების ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ 10,000 ისეთი ეს არის რიცხვი რა. ვაფშე 11 გამისტორდებოდა, 11-ია ჩემი საყვარელი, მაგრამ ნუ დავივიწყოთ, კაი, ძალიან ტვინი წავიდა. ხო და რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოიგოთ მაისური? ვა, ეს კამერა მე დამყვება, ნახეთ. საჭირო არის, რომ უბრალოდ კომენტარი დაწეროთ. ანუ ეხლა მაინც და მაინც უბრალოდ კომენტარი დავწერე, მაგას ნუ დაწერთ. რამე საინტერესოდ დაწერეთ და ყველაფერს ვკითხულობ ხოლმე და აუცილებლად მაგასაც წავიკითხავ და მე შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევ გამარჯვებულს და გადავცემ ამ შესანიშნავ მაიკას. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. Instagram ჯგუფში შემოსვლა არ დაგავიწყდეთ და ვერ გავიქეცი? ეს რა არის? გამორთეთ.